ერთიანობა კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილებები, კოორდინაცია თანამედროვე ტექნოლოგიებით, საერთო ეროვნული შეკრება. გიორგი ვაშაძის 8-პუნქტიანი გეგმის პრეზენტაცია იმართება სტრატეგია აღმაშენებლის ოფისში. გეგმა პატიმარმა პოლიტიკოსმა ციხიდან გამოაგზავნა და მოუწოდებს ყველა მხარეს ჩაერთოს მის განხილვაში. პროდასალური პარტიების წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები. სალომე ლაბაძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში პარტიის ოფისიდან, ის მოგვიყვება როგორ მიმდინარეობს ამ გეგმის განხილვა. სტრატეგია აღმაშენებლის ოფისში გიორგი ვაშაძის მიერ გამოქვეყნებული ამ 8-პუნქტიანი გეგმის განხილვას ესწრებიან საზოგადოებრივი ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რადგან ეს გეგმა პირველ რიგში გულისხმობს სწორედ მათ გაერთიანებას, ანუ იმ ავტორების თავმოყრას საერთო ბრენდის ქვეშ, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის არიან მზად. ამ გაერთიანების შემდეგ კი გიორგი ვაშაძის გეგმის შესაბამისად საჭიროა უკვე პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების შეკავშირებაც, მათ შორის ონლაინ სივრცეში. ამის შემდეგ კი ვაშაძის გეგმის მიხედვით უნდა დაიგეგმოს უკვე ამ ადამიანების მიერ საპროტესტო აქტივობებიც თბილისის ქუჩებში და არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში. საჭიროა საპროტესტო ტალღის გაშლა მთელი საქართველოს მასშტაბით. გადამწყვეტ თარიღად გიორგი ვაშაძის გეგმის, რომლის პრეზენტაციასაც ახლა სტრატეგია აღმაშენებლის ოფისში პაატა მანჯგალაძე მართავს, შესაძლოა იქცეს 4 ოქტომბერი, როცა ოცნებას თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება აქვს განზრახული. მთავარი მოთხოვნა კი უნდა იყოს ისევ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება დროებითი მთავრობის მიერ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილის რეჟიმი ისევ არ დაეთანხმება ქართველი ხალხის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ვაშაძე მიიჩნევს, რომ უკვე საჭირო იქნება საზოგადოება გადავიდეს დაუმორჩილებლობის კამპანიის განხორციელებაზე, რომლის კონკრეტულ მეთოდებზეც უფრო მეტის თქმას სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი მოგვიანებით გეგმავს, თუმცა აცხადებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კონსენსუსის საფუძველზე, ან იმ ჯგუფების უმრავლესობის აზრით, რომლებიც ამ ახალი გაერთიანების წევრები გახდებიან. გაერთიანება კი ვაშაძის გეგმით უნდა ჩამოყალიბდეს, მიზანშეწონილია ჩამოყალიბდეს წინააღმდეგობის პლატფორმის ბაზაზე, ანუ იმ პლატფორმის ბაზაზე, რომელიც საომე ზურაბიშვილის ლიდერობით არის შექმნილი და რომელიც ბოლო ხანებია უკვე აღარ ფუნქციონირებს, თუმცა გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ სწორედ ეს პლატფორმაა ის სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება რეჟიმის მოწინააღმდეგე ჯგუფების, როგორც საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე პოლიტიკური პარტიების გაერთიანება და საერთო ძალისხმევის მიმართვა სწორედ რეჟიმის შეცვლის მიზნისკენ. ამასთან საყურადღებოა ისიც, რომ გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ამ გაერთიანების წევრი უნდა იყოს ბუნებრივია თავად საომე ზურაბიშვილიც, რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებმაც გადაწყვიტეს 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ხედავენ თუ არა მათ ადგილს, მაგალითად რელოსა და გიორგი გახარიას პარტიების ადგილს ამ გაერთიანებაში. ინიციატივის ავტორები ჩვენ ამის შესახებ კითხეთ პაატა მანჯგალაძესაც, რომელიც ამბობს, რომ სავარაუდოდ 4 ოქტომბრის შემდეგ უკვე საჭირო იქნება, რომ რეჟიმისგან გათავისუფლების საქმეში ყველა პოლიტიკური აქტორის ძალისხმევა იყოს გამოყენებული და ამ მიმართულებით დასაკარგ რესურს ახლა ოპოზიცია პერხებს. თავარი იდეა არის, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, მაგრამ სამწუხაროდ ვართ დაქსაქსული უმრავლესობა. იმისთვის, რომ ეს უმრავლესობა გადაიქცეს ქმედით ძალად, რეალური ალტერნატივად აუცილებელია ერთიანობა. გათვლილია უამრავი მექანიზმი, მათ შორის თუ რეჟიმი არ გაითვალისწინებს ხალხის აზრს, რომ დაიწყოს აქტიური წინააღმდეგობის და უმორჩილებლობის მოძრაობა და ასევე საუბარია იმაზე, რომ 4 ოქტომბერს ყველა მისთვისაც ძვირფასია საქართველოს მომავალი შევიკრიბოთ რუსთაველზე და ერთგვარი რეფერენდუმი, ერთგვარი სახალხო ყრილობა მოუწყოთ ივანიშვილის რეჟიმს. მან შემოგთავაზა თავისი მოსაზრებები, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში უკეთესია, რომ ეს ყველაფერი ჯერ განხილული ყოფილიყო, დახურულ კარს მიღვა და შემდეგ უკვე გამოტანილი, მაგრამ ეხლა ჩვენ ასეთ ფუფუნება არ გვაქვს, ვინაიდან ჩვენ ვართ საშინელ ფორს მაჟორში, აი ამ აგრესიული, არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს რაღაც მოსაზრებები, შესწორებები, ზოგი არ დაეთანხმოს, მაგრამ პრინციპს, რომ ერთიანობა უნდა შედგეს მათ შორის, ვისაც ამ ერთიანობისთვის საფუძველი და ბზაობა გააჩნია და ჩვენ აღარ უნდა ველოდოთ უკვე და არ უნდა ვეხვეწოთ არავის ამ ერთიანობაზე მოსაპატიჟებლად. ეს არის ცხადი, ეს არის პროდასავლური ძალების
კონსოლიდაციის, კოორდინაციის და მობილიზაციის შეთანხმების დოკუმენტი. დოკუმენტი თავისთავად ძალიან საინტერესოა. ძალიან ჯანსაღი აზრები იკვეთება ამ დოკუმენტში და ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის და აი ამ საქმის შესრულების გარეშე შეუძლებელია ჩვენი გამარჯვება. რაც არ უნდა დასავლეთი მხარს გვიჭერდეს და გვეხმარებოდეს მიმდინარე პროცესებში, ამის გარეშე ჩვენი გამარჯვება ვერ მოხდება. არჩევნების მონაწილეობა მე მიმაჩნია ეს არის კიდე მორიგი ტრიუმფში და მორიგი კარუსელში მონაწილეობა. თუ ვინმე იქ მართლა რაღაცას მიიღებს, ესეც მაგთან შეთანხმებით იქნება. გავერთიანდეთ, ყველანი მტკიცეთ სწორედ ბოიკოტის ფარგლებში, რაც ჩემი აზრით ძალიან მალე გამოიწვევს ამ ჩამოშლას აი ამ რეჟიმის. გიორგი ვაშაძე, სტრატეგია აღმოჩენებლის ლიდერი, შევახსენოთ მაყურებელს, რომ ისევ იმყოფება ივანიშვილის რეჟიმის პატიმრობაში, მან ეს 8 პუნქტიანი გეგმაც ციხიდან გამოაქვეყნა. ვაშაძე დარწმუნებულია, რომ რეჟიმის შეცვლის სურვილი ახლა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას აერთიანებს და ერთადერთი გამოწვევა ისაა, რომ ამ უმრავლესობის ძალისხმევა იყოს სწორად გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მიერ, იმისთვის, რომ მოხერხდეს მიზნის მიღწევა, ანუ რეჟიმის ცვლილება, რისთვისაც გადამწყვეტი შესაძლოა აღმოჩნდეს სწორედ 4 ოქტომბერი, როცა რეჟიმს გამოცხადებული აქვს თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გიორგი ვაშაძის ეს 8 პუნქტიანი გეგმაც, რომლის პრეზენტაციაც, როგორც ვეკითხარით, ამ წუთებში სტრატეგია აღმოჩენებლის ოფისში იმართება.